ბურჯანაძის აგარაკზე დილიდან ახალი ბინადრები ეწყობიან ობიექტი წყნეთის 29 ხელოვნების სკოლას გადაეცა. შენობაში უკვე შეიტანეს მერის მიერ ნაჩუქარი ინვენტარიც. აგარაკზე ადგილობრივი და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ისწავლიან, თუმცა სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლეების შეყვანამდე ადგილზე ინციდენტი მოხდა. ბურჯანაძის მხარდამჭერებმა მერის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომელმაც აგარაკის გადაცემა გასაღების მიღება ჩაბარების აქტის გარეშე მოითხოვა. მერის კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი დღემდე ამტკიცებს, რომ შენობაში მოძრავი ქონების არარსებობის გამო მიღება ჩაბარების აქტის გაფორმება საჭირო აღარ გახდა. ვითარებაში გასარკვევად ბურჯანაძის წარმომადგენლებმა ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს. თუმცა ქალაქის მთავრობის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ პარლამენტის ექს-თავმჯდომარის ადვოკატმა ახსნა განმარტებითი ბარათი დაწერა და წყნეთის აგარაკის ტერიტორია დატოვა. ქალაქის მერის ხელმძღვანელობა მიიღო საუკეთესო გადაწყვეტილება, რომ შენობა სარგებლობაში გადაცემოდა წყნეთის გონაშვილის სახელობის სახელოვნებო სკოლას. სკოლა, სადაც სწავლობს უამრავი უნიჭიერესი ბავშვი, მათ შორის სოციალურად დაუცველი ბავშვები და 100-მდე ბავშვი არის წყნეთის ბავშვთა სახლიდან და ჩვენ ძალიან გული გვტკიოდა, რომ ამ ბოლო წლების განმავლობაში ვერანაირად ვერ შეუქმნით მათ ნორმალური ინფრასტრუქტურა. ისინი იმყოფებოდნენ საშინელ პირობებში და საშინელ შენობაში. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად შევეწყობით ამ სკოლას, ძალიან კარგი სკოლაა და იქ რავით ძველი წერტილები არ იყო, კედლები არ იყო, წვიმა ჩამოდიოდა ხოლმე. მერხებიც უგაფუჭებული იყო და აქ ეს ყველაფერი არის, რაც იქ არ იყო.